გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ მარკ ტვენის ერთ-ერთ პატარა მოთხრობაზე, რომელიც ქართულადაც არის ნათარგმნი, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩემი კონტენტი ძირითადად ქართველი ემიგრანტებისთვის არის და ამას იურიდიული საკითხების გამო ვაზუსტებ, იმიტომ რომ ამ ვიდეოთი და ზოგადად არც ერთი სხვა ვიდეოთი ქართულ პოლიტიკაში არ ვერევი ამის დაფიქსირება მინდა გარკვეული პოლიტიკური ქოცძალების მიმართ და შესაბამისად თუ ეხა YouTube-ის ალგორითმის შემთხვევით ამ ვიდეოს და სხვა ვიდეოებს საქართველოში საჩვენებს, ჩემი ბრალი არ არის. ხო და მოკლედ მოიტაცეს ეთრისპილო. არის მარკ ტვენის პატარა მოთხრობა, რომელიც ეხება პირდაპირ პოლიციის კრიტიკას და არათუ კრიტიკას, არამედ აბუჩადაგდება. ზოგადად მარკ ტვენი ჩვენ ვიცით, რომ აკრიტიკებს ამერიკის მის თანამედროვე სისტემას, როგორც პოლიტიკურს, ასევე მენტალიტეტს და ის არ ჩამორჩა ამ თემებს და რა თქმა უნდა შემოგთავაზა მათ შორის პოლიციის კრიტიკაც. ზოგადად ჩვენშიც ქართველებშიც ეს წარმოდგენა არსებობს, რომ მაგალითად ამერიკული პოლიცია ეს არის ყველაზე მაგარი პოლიცია და უნაკლო პოლიცია არის, რომელიც თავისთავად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ეს სისტემა არის ძალიან დიდი, თვითონ ქვეყანა არის ძალიან დიდი და განსხვავდება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საპოლიციო დეპარტამენტები ქალაქიდან ქალაქში, არათუ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელშიც არის ხანდახან უდიდესი განსხვავებები, რომ ერთ შერიფს რაღაცა სხვა ტიპის პოლიტიკა აქვს და იქაური პოლიციელები სხვანაირად იქცევიან, როდესაც საქმე დანაშაულის აღკვეთას ან პრევენციას ეხება და თქვათ გვერდითა სოფელში შეიძლება სხვანაირი. ამაზე ვისაუბრე მათ შორის იმ ვიდეოში, რომელშიც ავწერთ თუ რას უგზავნდნენ ამერიკაში მზია ამაღლობელ. ამ ფრაზით გამოდიოდნენ ხოლმე ქართული ოცნების მხარდამჭერები გემახსოვრებათ და ამ თემაზე მაშინ ვისაუბრე, მაშინ როდესაც ფლორიდის ერთ-ერთი ოლქის შერიფი გამოვიდა და დაიმუქრა, რომ რაღაც ესე მოიქცეოდა თუ რაღაცას დაინახავდა ქუჩაში, თქვათ პროტესტის მონაწილეების მხრიდან და ეს თავისთავად გაიხვიეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა და მაშინ ამ თემაზე ვისაუბრე, რომ ეს განსხვავებები და დეცენტრალიზირებული სისტემა, რომელიც რაღაც მომენტში მთლიანობაში აღიქმება საქართველოსთან და ქართველი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ხშირად აქვთ ხოლმე რაღაცა მითოლოგიზირებული წარმოდგენები ამერიკასთან მიმართებაში და თავისთავად არც პოლიცია არის ხოლმე გამონაკლისი. მარკ ტვენი და მთელი ამერიკული კულტურის იდეა და ზოგადად პოლიტიკური კულტურა, რაც ამერიკაში არის, ის რომ ხელისუფლებას და ნებისმიერ სახელისუფლებო სისტემას ეწინააღმდეგება. ხო, ანუ, როდესაც ქართველებს რატომღაც მაინც და მაინც და განსაკუთრებით მემარჯვენე ლიბერტარიანელ ქართველებს ძალიან ხშირად ავიწყდებათ ხოლმე და ხშირად არის რომ მაინც და მაინც აი გადასახადების გადამხდაზე აენთებათ ხოლმე, რომ ეს არის ძარცვა და როგორ შეიძლება და გონიათ, რომ თქვათ ამერიკაში და ამერიკული anti-government იდეოლოგია და მიდგომები, როგორც კულტურაში, ასევე ყოველდღიურობაში და პოლიტიკურ კულტურაში მხოლოდ გადასახადების გადასახადს ეხება და სინამდვილეში ეს ყველაფერზე ვრცელდება და თავისთავად იქ გარკვეული პოლიტიკური კონტექსტის და ისტორიული კონტექსტის მიხედვით ხან როგორ არის, რომელ შტატში როგორ არის და ამ შტატში როგორ არის და ასე შემდეგ. როგორც აღნიშნე უკვე აქამდე, რომ შეიძლება ერთ ქალაქში და სოფელში სხვანაირი მიდგომა იყოს და მეორე ქალაქში და სოფელში სხვანაირი მიდგომა იყოს. ეს არის 1882 წელს დაწერილი მოთხრობა, რომელშიც უსასტიკესა და აკრიტიკებს აღარ ქვია, ანუ აი აბუჩად იგდებს. ეხა ესეთი მოთხრობა, რომ მაგალითად დაეწერა დღეს რომელიმე ქართველ მწერალს, დარწმუნებული ვარ, რომ შალვა პაპუაშვილი ამაზე იწუწუნებდა იმედი ლაივში იმასთან დაკავშირებით, როგორ საშინლად და ცუდად ეპყრობიან ქართველები და როგორ აბუჩად იგდებენ ისინი ხელისუფლებას და შეიძლება რაღაც მომენტში კანონიც კი შემოეტანათ ახალი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რაღაცა არ მოეწონებათ, იტყვი თუ გააკეთებ თუ ტროტუარზე დადგები თუ რაღაცა ფორმით პროტესტს გამოხატავ და მაშინვე შეტევა მოდის ადამიანის აი ამ გამოხატვის უფლებებზე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მოთხრობა რომ ვიღაცას დაეწერა დღევანდელ საქართველოში, აუცილებლად იქნებოდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან რაღაცა კანონმდებლობითი რეაგირება. პოლიციის აბუჩად აგდების უამრავი ფორმა არსებობს, მაგალითად ხელისუფლებამ შეიძლება აბუჩად აიგდოს თავისი პოლიცია იმით, რომ მაგალითად მზია ამაღლობელს ან ზვიად რატიანს
მიუსაჯოს მრავალწლიანი ან მიუსჯელად ყავდეს მრავალი წლის განმავლობაში ციხეში და რისთვის პროტესტის გამოხატვისთვის და ამ დროს ადამიანი, რომელიც მათი ხელისუფლების წარმომადგენელი არის, თავს დაესხმება პოლიციელს და გალახავს თავის თანმხლებ პირებთან ერთად იმის გამო, რომ პოლიციელმა ქურდული სამყაროს სადღერძელო არ დალია, აი ამითი მუნდირს შეულახავს და აბუჩა დაიგდებს ქართული ოცნების თანამდებობის პირი და შემდეგ ხელისუფლება თავის ესე იგი კომიკურობითა და იუმორით კიდევ ერთხელ დაუმატებს აი ამ აბუჩა დაგდებასა და გაბაიბურებას პოლიციისა იმისი რომ ამ ადამიანს რომელმაც პოლიციელის ცემა იმისთვის რომ კრიმინალურ სამყაროს სადღერძელო არ დალია გამოუშვებს თავდებით თუ გირაოთი და იქ რაღაცა მოგვარებების თემები მიდის ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს რომ თავის ძროზე ლაპარაკი იყო რომ სპეცრაზმელებსა და რაღაცა დაჯგუფებას შორის იყო გარკვეული დაპირისპირება და იქ ქურდებიც კი ჩარევის თემა იყო რაღაცა ესეთი ანუ არა მხოლოდ მწერლები არამედ ისე ხდება ხოლმე რომ განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლებაც კი აიგდებს აბუჩად თავისივე პოლიციას ესეთი ამბავი ხდება ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანები ისჯებიან, რომლებიც რაღაცა პროტესტს გამოხატავენ, ან რაღაცა პროტესტს გამოთქვავენ ნებისმიერი ფორმით. ხო და მოკლედ გადავიდეთ ახლა მოთხრობაზე, რომელიც როგორც აღნიშნე, ქართულადაც არის ნათარგმნი, მაგრამ ინგლისურადაც მოიპოვება, თან მოიპოვება ეს უფასოდ შეგიძლიათ ადვილად იპოვოთ ინტერნეტში და წაიკითხოთ. მთხრობელი გვიყვება, რომ ეს ამბავი მოუყვა ადამიანმა, რომელსაც შეხვდა მატარებელში და ეს ადამიანი იყო ვიღაცა, ვისაც სიამის მეფისგან საჩუქრად მოჰყავდა თეთრი სპილო ინგლისის დედოფალისთვის და ნიუ-ჯერსიში მოუწია გაჩერება და იქ მოიპარეს ეს სპილო და შემდეგ ეს მივიდა პოლიციის განყოფილებაში. იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ არ ველოდი, რომ აი ამ ტიპის გადაჭარბებულად აბუჩადამგდები ტექსტი არის მარკ ტვენის მხრიდან. რაღაც მომენტში ცოტა გადამეტებულადაც შეიძლება მოგეჩვენოს იმდენად არაკომპეტენტურად და იმდენად დამცინავად ეპყრობა თავის პერსონაჟებს ამ შემთხვევაში პოლიციელებს და ცდილობს რომ წარმოაჩინოს რომ მაშინდელი პოლიცია ამ შემთხვევაში ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პოლიციის დეპარტამენტებზე არის საუბარი არის იმდენად არაკომპეტენტური რომ რაღაც მომენტში ცირკის ესეთი მფლობელი მოიწერება დეპეშას რომ ჩვენ ვიპოვებთო და სანამ დაგიბრუნებთო მოგვაქირავეთო და ესენი მიაქირავებენ და აი რაღაც ესეთი აბსურდი ხდება. მაგალითად არის რომ თავარი დეტექტივი არის რომელსაც ქვია ინსპექტორი ბლანტი რომელიც სიტყვებზე თამაში არის და ქართულად თარგმანში ალბათ იქნებოდა ინსპექტორი ბლაგვი არ ვიცი ქართული თარგმანი არ მაქვს დაკითხული და როგორ აქვს გადმოტანილი ეს გვარი არ ვიცი მაგრამ ეს აშკარა არის რომ ამ ტიპს მისი გვარი შერჩეული არის ესე როგორც ბლაგვი იმიტომ რომ ესეთი გლუტვინიანი და ბლაგტვინიანი ადამიანი არის რომელიც მთავარი ინსპექტორი არის და რომელიც ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. ხო და საქმე ის არის რომ ამ მოთხრობას საფუძვლად უდევს რეალური ამბები. ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი რომელიც მაშინდელი მონაცემებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო ის გარდაიცვალა და მისი სამარხი გაძარცვეს. გამოძიება ჩატარდა სერიოზული მოიწვიეს დეტექტივები ჩიკაგოდან რომელიც იყო რაღაც ცნობილი დეტექტიური სააგენტო და ესენის ჩართულები იყვნენ იქ რაღაცა გადაიხადეს გამოსასყიდი ინფორმაციაზე და მოკლედ ხან იქით ეცენ ხან აქეთ რაღაც აბსურდში გადავარდნენ მოკლედ აი ეს იდეაში რაც ამ მოთხრობაში აღწერილი აქვს მარკ ტვენს ეს ყველაფერი მოხდა რეალურად, მაგრამ ამას თავისთავად თავისი ჩვეული სტილით და იუმორით უფრო მეტად აქვს გაშარჟებული და გაბუქებული ეს ყველაფერი დღესდღეობით და ზოგადად აქტუალური მოთხრობა და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, გირჩევთ იმისთვის რომ თავისთავად იმისთვის რომ ზოგადად ნახოთ როგორი დამოკიდებულება იყო და ამერიკის კულტურა და ამერიკული ლიტერატურა თავისთავად როგორი დაუნდობელი იყო ყოველთვის იმ სისტემის მიმართ და თქვათ რაღაცა გარკვეული არაკომპეტენტურობისა თუ რაღაც სახელმწიფო ქცევის მიმართ, რომელიც ნებისმიერ ეპოქაში ხდებოდა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ასევე ისიც რომ თქვათ ის ადამიანები და განსაკუთრებით ამას ქართველებზე ვამბობ, იმიტომ რომ თავისთავად ეხლა ისე უნდა ვისაუბრო, ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა იგივენაირად ეს რაღაც
მითოლოგიზირებული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვიღაცა თუ ამერიკულ სისტემას გააკრიტიკებს დღეს, თუნდაც ვიღაც ლიბერალურად განწყობილი სელებრიტი ზოგადად, ან თუნდაც პოლიტიკოსი, აუცილებლად არის ხოლმე, რომ ეხა გამომივიდა ეს რაღაცა და რატომღაც ყველას გონია, რომ აი ეს სისტემის კრიტიკა და ან თუნდაც სისტემის აბუჩა დაგდება რაღაცნაირად ახალი მოვლენა არის, რომელიც აი ბოლო პერიოდში რაც პოლიტიკური ცვლილებები რაც განხორციელდა ამერიკაში და ეს პოლიტიკური მოვლენები რაც არის ამერიკაში ამის ნაკარნახევი არის და სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან ორგანულია. ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად რა ამაზე წინა ვიდეოშიც ვისაუბრე ის რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ეხა აბა ამერიკელები ამას რატო არა პროტესტებენ და ამ დროს ადამიანებმა რომლებმაც არიციან ამერიკის ისტორია არიციან ის რომ ამერიკა პროტესტის ქვეყანა არის და ძალიან ხშირად და ყოველთვის რაღაცა პროტესტი არის ამ ქვეყანაში შეკითხვებს სვავენ ხოლმე რომელიც თავისთავად ხას უსვავს იმას რომ ადამიანებს უვიცობა ერთია მაგრამ რაღაცნაირად ეს რეზისტენტულობა არის აი ამ ყველაფერთან მიმართებაში რომ ეს გაიდეალიზებული წარმოდგენები ამ ქვეყანასთან მიმართებაში რატომღაც ითარგმნება იმაში რომ აქ ყველაფერი ყველა ერთმანეთს ეთანხმება ანუ საბჭოთა კავშირში რაც არ მოგუწონდა რომ ყველა ერთნაირად აზროვნებდა და ყველა შეხაროდა კომუნისტურ პარტიას რატომღაც იგივე მოთხოვნილებები აქვთ აი საბჭოეთისა და რუსეთის მოძულე ქართველებს ამერიკის მიმართ რომ ესე იგი რატო არ მოსწონთ რატომ აქვთ განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ და სინამდვილეში აი ეს ერთ-ერთი მაგალითი ნათელი მაგალითი იმისა რომ ამერიკაში კულტურა მუდმივად იყო კრიტიკული იუმორი მუდმივად იყო კრიტიკული დაუნდობელიც ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მარკ ტვენი არის უდიდესი ადამიანი ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში ეს არის ადამიანი რომელიც გვაჩვენებს იმას რომ ეს ახალი მოვლენა არ არის არამედ ამერიკის ორგანული ნაწილი არის და ამერიკული აზროვნების ორგანული ნაწილი არის კრიტიკა და აბუჩა დაგდება არაკომპეტენტურობისა და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების არაკომპეტენტურობისა შესაბამისად არ უნდა მოუწყუდეთ იმითი რომ ვითომ რაღაცა ახალი ხდება ამერიკაში როცა ვიღაცას აკრიტიკებს პირიქით ლაპარაკი და კრიტიკა და აზრის გამოთქმა, პოლიტიკური სატირა, პოლიტიკური იუმორი, ეს არის ორგანული ნაწილი ამერიკული კულტურისა და აზროვნებისა და მუდმივად იყო ეს და ახალი რაღაცა მოვლენა არ არის, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცამ Facebook-ზე რაღაცა დაპოსტა და არიქა გადავირიეთ სულ ყველა, იმიტომ რომ მე იქ ვიღაცა იდიოტმა პოდკასტერმა რაღაცა დატვიტა კიდე იქ ზემოდან. ხო და შესაბამისად იმისთვის რომ უკეთ გავერკვეთ და უკეთ ვიცოდეთ სინამდვილეში ეს ქვეყანა როგორი მენტალიტეტისა და როგორი პოლიტიკური კულტურის მატარებელი არის, თავისთავად ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის ლიტერატურა და კულტურა. მოკლედ დიდი მადლობა რომ მისმენთ უფრო მეტი რაღაცნაირად პოლიტიკურ კულტურასა და აზროვნებაზე ვილაპარაკე ვიდრე ამ მოთხრობაზე, მაგრამ როდესაც წაიკითხავთ ამ მოთხრობას და ნახავთ თუ როგორი დამოკიდებულება იგრძნობა და რა დაუნდობლად აკრიტიკებს მარკ ტვენი მაშინდელ საპოლიციო ძალებს ყველაფერი ნათელი გახდება და მათ შორის დღევანდელი კონტექსტი კრიტიკის თუ რაღაცა ტიპის პროტესტისა რომელსაც ჩვენ ვხვდებით ამერიკაში კიდევ ერთხელ ეს არ არის ახალი სულ მუდმივად როდესაც ვკითხულობ ხოლმე Facebook-ზე ვიღაცების სტატუსებს და იქ მე კომენტარებში არის რომ ეხა გაახსენდათ ლიბერალებს რაღაცა და სინამდვილეში ეს არის უვიცობა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ამას წერს ან ავიწყდება ან არიცის, ან უბრალოდ იტყუება, რომ ამერიკაში ეს რაღაცა სიახლე არის. ამიტომ გავიცნოთ უფრო უკეთ ის ქვეყანა, რომელშიც ვარ, დაღირებულებებიც მოგწონს ზოგადად, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და ზოგადად ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას. აი ეს არის ამ რაღაც მომენტში აი ამ ყველაფერზეც არის და აი ამ ყველაფრის გამოხატულებაც არის აი ეს პატარა მოთხრობა, რომელიც კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. დიდი მადლობა რომ ისმენდით. თუ აქამდე მოусმინეთ ამ ვიდეოს ძალიან გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ, იმიტომ რომ ვნახულობ რომ ცოტა ნახვები კი მაქვს, მაგრამ ვინც უყურებს, იმათი დიდი ნაწილი ბოლომდე უყურებს ხოლმე ჩემს ვიდეოებს, რაც თავისთავად ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს, ამიტომ გთხოვთ რომ თუ აქამდე უყურეთ, დაალაიქოთ და თქვენი აზრიც გამიზიაროთ, რომ ეს ეხმარება YouTube-ს, რომ ეს უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს ეს ვიდეოები. დიდი მადლობა.